უცხოური დახმარების სტრუქტურებმა ჩაანაცვლეს დიპლომატია. ამის თქმის საფუძველს პარლამენტის თავმჯდომარეს აძლევს ის ფაქტი, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების ნაწილი ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების ნაცვლად უკვე მრავალი წელია ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ერევა და ხელისუფლებას ინსტრუქციების ენით ესაუბრება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ელჩების ნაწილი არ ერიდება ქართველი ხალხის ენით საუბარს და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდის გავრცელებასაც. როდესაც ჩემთან კაბინეტში სხვადასხვა ქვეყნის ელჩი მელაპარაკებოდა მე ქართველი ხალხის ინტერესებზე და ქართველი ხალხის სახელით. აი ამ დონეზე მივიდა სამწუხაროდ ჩარევა შიდა პოლიტიკაში, როდესაც თავად დონორები ქმნიან რაღაც თემას, მაგალითად LGBT უფლებების საკითხი ეგრეთ წოდებული, რაც ვიცით რომ რამდენიმე საელჩო და ქვეყანა იყო ამაში განსაკუთრებით აქტიური და შემდეგ მოდიან ხელისუფლებამ გეუბნებიან ეს თქვენი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე არის და მე არაფერ შუაში არ ვარ, აი თქვენი ხალხი ამას საუბრობს. ზოგიერთი ქვეყნის ელჩსაც თავის წარმოდგენილი ქონდა როგორც ინსტრუქტორი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა მიეცა ინსტრუქციები, როგორი კანონი მიგვეღო, ამა თუ იმ მუხლის რომელი პუნქტი როგორ უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული, რა გადაწყვეტილებები უნდა მიეღო ამა თუ იმ საკითხთან, ამა თუ იმ ხელისუფლებას. ელჩებისა და უცხოელი აქტორების არადიპლომატიურ ქმედებებზე კონკრეტული მაგალითებით საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ უცხოელი პოლიტიკოსები და ელჩები საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე ოპოზიციის სასარგებლოდ ზეგავლენის მოხდენას ცდილობდნენ და ამ კუთხით გაიხსენეს რამდენიმე ფაქტი, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი, მათ შორის დიპლომატების მიერ გამოცხადებული დემარში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპარლამენტარების გამოჩენა ოპოზიციის აქციებზე. ნახეთ, როგორ ხდებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების აქ თანამდებობის პირების ჩამოსვლა და მიტინგებში მონაწილეობა, რომელიც პირდაპირ ითარგმნება როგორც მცდელობა, რომ აი ამბოხს, ჯანყს გადატრიალებას ხელი შეუწყო. დელეგაციები იყო ჩამოსული ევროპარლამენტარების რამდენი ელჩის განცხადება შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც აბსურდი არის და აბსოლუტურად არანაირ ობიექტურობას არ ეფუძნება იგივე გერმანიის ელჩი, რომელიც გამოირჩევა ამ კუთხით. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ 27 ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ელჩების დემარში იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს ჩვენ კლავდით და ვაწამებდით და ერთსაც ბოდიში არ მოუხდია, როდესაც სტრასბურგის საზამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა დაეწყო საკვების მიღება და კარგად გახდებოდა და ეს ყველაფერი ასეც მოხდა. დიპლომატების გარდა უცხოური ინტერესების გატარება მთავარი მისია იყო უცხოელი დონორების, რასაც ამერიკის ახალი პრეზიდენტის მიერ დაწყებული მხილებების სერია ადასტურებს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ დონალდ ტრამპის მიერ USAID-თან დაკავშირებით დაწყებულმა პროცესებმა საგარეო დახმარებებთან დაკავშირებით ვითარება რადიკალურად შეცვალა. მათივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამჟღავნებული სქემებით დადასტურდა ის, რომ უცხოელი დონორების დაფინანსებები სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებოდა. USAID-თან დაკავშირებით გამოაშკარავებული სქემების ფონზე კი პარლამენტის თავმჯდომარე ყველა ქვეყნის დონორების კეთილსინდისიერებასაც ეჭქვეშ აყენებს. სახელისუფლებო პარტია დონორებისგან ფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს. დღეს უკვე ყველა დონორი ქვეყანა არის ეჭვმიტანილი. შეუძლებელია, რომ ეს ყოფილიყო მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის ხაზით დახარჯულ ფულზე, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნები, რომლებიც არიან ჩართული, აქაც უკვე გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ აქაც შესაძლოა ყოფილიყო ზუსტად ისეთივე მავნე მიზნები, რომელიც გაცხადდა ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან დახარჯული თანხისთან დაკავშირებით. ამიტომ მიუღებელია ის დუმილი, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ სხვა საელჩოების თუ დონორების მხრიდან. მით უმეტეს, რომ ჩვენ არათუ ეჭვი, არამედ მტკიცებულებები გვაქვს, რომ ამერიკული ფონდების გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების თუ ევროპული ფონდებიც იხარჯებოდა დესტაბილიზაციისთვის საქართველოში. სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში დესტაბილიზაციას უცხოელი დონორები NGO-ების გავლით ცდილობდნენ. სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ სწორედ მსგავსი მცდელობების თავიდან ასარიდებლად მიიღეს გამჭვირვალობის კანონი, რომელიც არაეფექტური გამოდგა, რადგან მსხვილმა NGO-ებმა მაინც შეძლეს კანონის გვერდისავლა. სწორედ ამიტომ პარლამენტი საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობს, რომელიც გარე ჩარევების აღმოფხვრას უზრუნველყოფს. ქართულ ოცნებასა და ხალხის ძალაში ამბობენ, რომ ამ კუთხით ამერიკული ფარა უალტერნატივოა. სწორედ ამიტომ მართველი ძალა ფარას გადმოთარგმნას და ზუსტი ასლის მიღებას გეგმავს. ყველამ უგულებელყო საქართველოს კანონი. შესაბამისად, ჩვენ იზღადაგვრჩენია
რომ უფრო მკაცრი რაც არის ამერიკული კანონი FARA შემოვიტან. რატომ? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დავწუნდით რომ ის საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი პარტნიორები მე საქართველოში, ხო? თურმე ჩადიოდნენ არაერთ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებას აფინანსებდნენ. ჩვენ ახლა მით უმეტეს ბოლო დროს ვაკვირდებით, როგორ ვითარდება მოვლენები ყველაზე მსხვილ დონორებთან დაკავშირებით, რომელსაც უამრავ თაღლითობაში და არაკეთილსინდისიერებაში ამ ხელს თვითონ ამერიკაში მოქმედი ადმინისტრაცია, ეს ეხება USAID-ს, ეს ეხება NED-ს, ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა ვალდებულები ვართ, რომ უფრო დავიცვათ ჩვენი თავი, რაზე ჩვენ ძალიან დიდი სიმხილით საუბრობდით ამ დონორ ორგანიზაციებთან მიმართებაში. ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია უკვე ძალიან ხმამაღლა საუბრობს. დღეს უკვე ნათელი მოეფინა თავად ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებით სხვათა შორის აი ამ არასამთავრობო სექტორის მიერ შავი ფულების ხარჯვას, რომელსაც ადგილი ჰქონია თურმე, რასაც ჩვენ ვამბობდით ხალხის ძალა პირველ ჯერზე ჩვენი ინიცირებით, შემდგომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული და მათ შორის ჩვენი მხარდაჭერილი გამჭვირვალობის კანონი, რომელმაც კიდევ მორიგი ჯერზე დაადასტურა ის, რომ ჩვენ ვიყავით მართლები, რომ თურმე მართლა ყოფილა შავი ფული არა მხოლოდ საქართველოში, ბევრ ქვეყანაში, რაც ახლა ამერიკელმა საზოგადოებამ უკვე ნათელი მოფინა ყველაფერ ამას და USAID გაუშვა იქ, სადაც უნდა გაეშვა. FARA-ს ანალოგზე მუშაობა უკვე დაწყებულია. კანონპროექტი უახლოეს პერიოდში დაინიცირდება, რომლის მიღების შემდეგაც გაუქმდება გამჭვირვალობის შესახებ კანონი.